ცხოვრება სვლა. ჯერ გზას ეძებ, მერე სასტარტო წერტილს ირჩევ. დგები, ემზადები და აი პირველი სვლის ჯერიც დგება. 10 წლის ასაკში პირველად დავდგე ფეხი მატზე. ეს იყო ჩემი მთავარი სვლა. ამ ასაკში მხოლოდ იმ მოტივაციით, რომ ყოფილიყავი ყველაზე, მათ შორის საკუთარ თავზე ძლიერიც. წესრიგი ხასიათში მქონდა. ამიტომაც იყო, რომ ამ სპორტის გარდა აღარაფერი მიცდია. ავირჩიე და ეგ იყო. ვიცოდი, სხვაგან აღარ გავიხედავდი. ეს არ არის ის სპორტი, რომელსაც გამარჯვების გამო ირჩევ. შეჯიბრებებზე გასვლა, მედლების მიღება და ჩემპიონობა არასოდეს ყოფილა ჩემი მთავარი მიზანი. ძენის პრინციპს მივყვებოდი ყოველთვის. ვაკეთო ჩემი საქმე მოლოდინების გარეშე. გოჯურიუში მეორენაირად ამას ბალანსს ვეძახით. როცა რაღაც გინდა, მაგრამ შენს თავს არ კარგავ. ჩემი ყველაზე გრძელი სვლა ის 10,000 კილომეტრია, რომელმაც სამშობლოში დამაბრუნა. ჯერ საკუთარ თავზე გამოვცადე გამძლეობა, სიმტკიცე და ჰარმონია. მერე დარბაზი გავხსენი და სხვებსაც გაუზიარე. ყველა სვლა ტრანსფორმაციულია და ყველა ადამიანს აქვს შინაგანად მებრძოლი, მეომარი ხასიათი. მედეგობა აქ მოვითხოვდი, ყველაზე მთავარი, როცა ძლიერზე უფრო გამძლე ხარ. მერე მოდის სხვა დანარჩენი. მე არ მინდა მოჩხუბრების გაზრდა. მე მინდა ისეთი ადამიანები გავზარდო, რომლებიც ცხოვრებაში მებრძოლები, უყოფმანოები და თავდაჯერებულები იქნებიან. უკიდეგანო შესაძლებლობებით.